დაბადება. თავი 53. გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე. როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო. უთხრა იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო. თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს. თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა. თქვა ისრაელმა: რად მიბოროტეთ? რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა? უთხრეს: გამოგკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი. აინტერესებდა მამა თქვენი ცოცხალია თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა, ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგთხოვდა? უთხრა იუდამ მამამისს: გამოუშვი ყმაწვილი, ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები. მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე. რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით. თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ. გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები, ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში. ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენ სტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო. წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან. ყოვლად ძლიერმა ღმერთმა გაპონინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე და ასე იყოს. წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინის თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარს დგნენ იოსების წინაშე. დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუა დღისას. ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში. როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები, თქვეს: აქ ალბათ ჩვენ სტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები. მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკდნენ ჭიშკართან. გთხოვთ ჩვენო ბატონო, აქ უწინას ჩამოვსულ ვართ საზრდოს საყიდლად. ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია, ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ. კიდევ წამოვიღეთ ფული ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად, არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში. უთხრა მათ: მშვიდად იყავით, ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში, მე მქონდა თქვენი ვერცხლი და გამოუყვანა სიმონი. შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის. და მოამზადეს საჩუქარი შუა დღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური. დაბრუნდა იოსების სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდეს წესდაყვანი. გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ, ხომ ჯერაც ცოცხალია? უთხრეს: ჯანმრთელადაა შენი მსახური მამა ჩვენი, ჯერაც ცოცხალია, დაიჩოქეს და თაყვანისცეს. აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით, და დაამატა: ღმერთი გწყალობდეს, შვილო. დაისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვევდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი და ტირილი მოუნდა. შევიდა თავის ოთახში და ატირდა. პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: პური მოგვიტანეთ. ცალკე მიართვეს მას, იმათაც ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის. და დასხეს ძმები მის წინაშე, უფროს უმცროსობის მიხედვით და გაუგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები. უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს, მაგრამ 5 ჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე, სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.